საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, რამოდენიმე წამი შევიცადოთ, ძალიან მნიშვნელოვანი თემას მინდა შევეხო, ძალიან ბევრი მიგზავნის კითხვებს პირადში და ვეღარ აუდივარ და ამიტომ ჯობია ესე გავაკეთო, განმარტება, არ იქნება ეს ხანგრძლივი პირდაპირ ეთერი, უბრალოდ აი ამ მნიშვნელოვან თემაზე მინდა გავაკეთო განცხადება, როგორც იცით, 2 დღის წინ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წევრები შეიკრიბნენ ბატონ გურამ აფსაძის ხელმძღვანელობით და ასე ვთქვათ, გამოაცხადეს ზეიმობდნენ, რომ აღადგინეს კანონიერი ხელისუფლება. ეხლა ძალიან დიდი გაკვირვება გამოიწვია ერთმა რაღაცამ. მოდი დავიწყოთ სამართლებრივად აქ პიროვნებებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. ელემენტარულად არ ვიცი მე ამდენი დეპუტატები თუ ესწრებოდნენ იქ 32 დეპუტატი როგორც თავადაცხადებენ. ნუ თუ ამ 32 დეპუტატიდან ვერც ერთი ვერ ერკვეოდა სამართლებრივ საკითხებში. რას ქვია კანონიერი ხელისუფლება აღადგინე? ჯერ ერთი საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ უზენაესი საბჭოს კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და არ გადამდგარა. ანუ დე იურედ, როგორც სამართლებრივად ეწოდება, იურიდიულად, იგი არის ლეგიტიმური ხელისუფლება დღემდე. მაგრამ მას ის არ არის ფაქტობრივი ძალაუფლების მქონე, რადგან იარაღის ძალით ჩამოაცილეს ხელისუფლებას. ხომ გესმით რას ვამბობ? ანუ დე იურედ არის, მაგრამ მას არ აქვს ძალაუფლება. დე ფაქტოდ არ არის. დე ფაქტოდ არის არსებული რეჟიმი 92 წლიდან, რომელიც მოვიდა იარაღის ძალით. შეიკრიბა ეს ხალხი და ზეიმობდნენ და ერთი ყლოჭინი გაქონდათ, მე ძალიან გამაკვირვა ამან, ეს ძალიან სამარცხვინო იყო, ეხლა საზოგადოება უყურებს და კარგად უნდა ერკვეოდნენ, ხო? კაი, აღადგინე და მე როგორც გავიგე, გურამ აფსაძე დაინიშნა ხელმძღვანელად და მოადგილეთ მერაბ ჩუხვა. მერაბ ჩუხვა საერთოდ ვინ არის? საზოგადოებამ ეგეც ხომ უნდა იცოდეს, ვინ არის, არც დეპუტატი არ ყოფილა და არც კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლის იყო მიხეილ სააკაშვილის ნამინისტრალი. კაი, დაუშვათ, ამასაც გავანებოთ თავი. ან რატო უნდა გავანებოთ თავი, როცა ყოველ დღე რუსთაველის გამზირზე დგას და იქიდან ლაივებს აწყობს და მას ომი გინდა, თუ დიახაც გვინდა აცხადებს. შენ ვინ ახარ, კაცო, რომ ქვეყანას ესე იგი შენი ნება რო იყოს, ესე იგი ქვეყანას ომში უნდა ჩართო? საერთოდ ვინ ახარ? ეს კაცი დარბის კიევში, მერე ჩამოდის აქ რუსთაველის გამზირზე და ყველა ლაივს პირდაპირ ეთერს წერს რუსთაველის გამზირიდან, რომ იქ როგორც ჩანს კიევში აწვდის, იმიტომ რომ იქიდან ალბათ დაფინანსებულია. აი ამ კაცმა როგორ შეიძლება აღადგინოს კანონიერი ხელისუფლება, რომელსაც ვერ გაურკვევია საერთოდ კანონიერი ხელისუფლების ატრიბუტიკა რა არის. და შემოუხვევია მიხეილ სააკაშვილის მიერ და რა ქვია შემოტანილი დროშა ხუდრიან და თუ აქ იმაზე კი არ არის ვის რა მოსწონს კაცო. აქ არის სამართლებრივი საკითხები და თუ შენ კანონიერი ხელისუფლების და საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების აღდგენა გინდა, ის უნდა აღდგეს თავის გერბით, ჰიმნით, დროშით. შენ თუ ამაში ვერ ერკვევი და დამამხობლის დროშა გაქვს შემოხვეული, არ ვიცი, ეს არის დაცინვა, მეგობრებო. როგორ შეიძლება, ეხლა კარგი დაინიშნენ, ესენი არიან ხელმძღვანელები, ხო? მაშინ თუ აღადგინე, ესე იგი ფაქტობრივი დამოუკიდებლობა ქონდა და დაკარგული. ესე იგი გამოდის, რომ დღეიდან, გუშინდლიდან თუ გუშინწინდლიდან საქართველოს ყავს ახალი ხელისუფლება, რომელსაც ემორჩილება ჯარი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვას, ყველაფერი, და ესე იგი ბატონი გურამ აფსანძეა ხელმძღვანელი. ასეთი მე არ ვიცი, ეს არის ახლობანას თამაში ხალხო. ჩვენ დაგვცინიან ეთყობა.
ეს არის ნამდვილად სახლობანას თამაში და დაცინვა იმ ხელისუფლებისა მართლაც, რომელმაც ეპოქა შექმნა, უდიდესი ეპოქა. უსისხლოდ საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა ამდენი, აი რომ იტყვიან ეხლა რო არის ვთქვათ, მე-20 საუკუნის დასაწყისში რაღაცის პატარა გაელვება, 2-3 საუკუნის დაკარგული დამოუკიდებლობა აღადგინა იმ ცხონებულმა და ამაზე მთელი წინაპრები, მთელი წინა თაობები ოცნებობდნენ ილია ჭავჭავაძიდან დაწყებული ყველანი და აი ამ კაცმა უსისხლოდ მოახერხა და დღეს ეს დასაცინი გახდა. რა კანონიერი ხელისუფლება აღადგინე. ხვალიდან ერთი მოგთხოვთ აბა მაშინ რომ დავიწყოთ ეხლა სულ ყველაფერი და იმაში ძალაში შევიდეს 92 წლის 13 მარტის დადგენილება. ეს ხო სამარცხვინოა ხალხო, ამდენი დეპუტატების ხეთხარ და ერთმა არ უნდა თქვათ რომ არასოდეს კანონიერება აღდგენილია და არასოდეს არ გადამდგა რა, უზენაეს საბჭო და კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია. ეს ხო ელემენტარულია კაცო, არავინ არ უნდა ერკვეოდეთ. მე ადრე გამაკვირვა კიდე ერთმა რაღაცამ, მე რამოდენიმე დეპუტატი მივიდა უზენაეს საბჭოში და იცით მე თქვი რომ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტმა 2005 წლის 11 მარტს დადგენილება რომ მიიღო, როდესაც შეფასდა სახელმწიფო გადატრიალება და დაგმეს და კანონიერი ხელისუფლება თავის ვადებში იყო კანონიერი. და თუ კანონიერი ვიყავით 95 წლის 28 ოქტომბრამდე, მას ვის ჰქონდა უფლება იმ კრიმინალებიდან სხვას რომ დაენიშნა არჩევნები და კონსტიტუცია შეეცვალა ჩვენთვის, ხო? არავის, ხო? ესე იგი გამოდის რომ კონსტიტუციურ სამართლიანობიდან საქართველოს გასულია, ხო, იმ 95 წლიდან. ჩვენ ესე იგი პირდაპირ მხედრიონის ისა კონსტიტუცია დაგვახიეს თავზე და მხედრიონის კონსტიტუცია შემოგვიტანეს. უიო, ეგო არ ვიცოდითო ჩვენო. ეგო მაგაზე ყურადღებაო, ბიჭო, უზენაესი საბჭოს დეპუტატები ხართ და აბა კანონდებლები ხარ და კანონდებლები ეს როგორ არ უნდა იცოდეთ, ელემენტარული არ უნდა იცოდეთ, რომ რაღაცა ამაზე შეკრებილიყავით და ეს გაგეპროტესტებინათ იურიდიულად, რომ ყველაფერი თავზე დაგვამხეს, ხო? მოიწვიეთ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები, კეთილი ინებეთ და სულ ყველა რომ შეიკრიბოთ, იქნებ იმისთვის მიგეხციათ, რომ კონსტიტუციური სამართლიანობისთვის გებრძოლათ, რომ ეს ელჩები სულ ყველანი და საერთაშორისო დიდი კონფერენციები მოგეწყოთ, რაღაცა ყოფილიყო ის. ერთხელ ისიც ვთხოვიამათ ხელმოწერები დავიწყეთ, რომ იქნებ სტრასბურგში იჩივლოთ ამდენი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებმა ერთად ყველამ რომ ხელი მოაწეროთ, რომ მოვითხოვოთ პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიებას და ეს რომ ამდენი ხალხის ამხელა რა ქვია აქტზე ხელმომწერი ხალხის ის რომ წავიდოდა სტრასბურგში, ხო ძალიან დიდი ძალა ექნებოდა მაშინ ცოტნეს კარგად იყო, ჯანზე იყო და გაუხარდა ეს მაგარი იდეაო დავითო და ვერავის აი ხუთმა კაცმა მოაწერა ხელი და ბოლომდე უი რა კარგი იდეაა და მიატოვეს ყველამ. ეს არის თაღლითობაა და მეტი არაფერი. რა კანონიერება აღადგინეთ, ერთი ხვალიდან უნდა მოგთხოვოთ აბა ერთი 13 მარტის დადგენილება შეიყვანეთ ძალაში ახლა. გელოდებით რა. სიცხილი არ არის ხალხო, იმიტომ დაგცინის ხალხი რა არის ეს არასერიოზული ქცევები ესეთი. მე არ ვიცი ახლა რა ვიცი ახლა როგორ შეიძლება ჯერ ჩუხუა რომელზეც ახლა მე არ მინდა პერსონალურად გითხარით რომ გავამახვილო ის ყურადღება ამ პიროვნებაზე. ეს ძალიან ბურუსმოცული პიროვნებაა მთელი ოჯახიანად, როდესაც ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან გაიყვანეს ცხონებული ზვიად გამსახურდია, სწორედ მამამისმა და ბიძამისმა გაიყვანა იქიდან რომ ღურცკაიას ბინაში რომ უნდა გადაეყვანა, ვითომ საიმედო ადგილზე, სწორედ იმ გზაზეა აყვანილი. იმ გზაზე იქვე გაიყვანეს თუ არა იქვე აიყვანა მტერმა, გულუას რაზმა. ამაზე ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია, ყველა დუმს რატომღაც და ყველა მიცის ეს ამბავი. და რატომ დუმს ყველა? მაგრამ აქ არის ერთი მზაკრობა, როდესაც ესენი პროფკავშირების სასახლეში აწყობდნენ იქ რა უნდა იქ ანადოლიძეს. ანადოლიძემ დაასწრო ვინ გაფინანსებთო და 30 არასამთავრობო კაცო როგორ შეიძლება მე ძალიან ბევრი მეგობრები მყავს მანდაც ახლა არიან იმ დეპუტატებში ვიცი რომ ბევრია აი რაღაცა ისეთი ადამიანი რომელსაც მთელი ცხოვრება პატივცემდა და ურთიერთობა ჰქონდა.
არ შეიძლება არაფრით ხალხო ამ ხალხთან რა არასამთავრობოებთან ესენი ჯაშუშები არიან და პირდაპირ გაიგივებული ხართ კი არა, აი პირდაპირ ჩათრეული ხართ ნაციონალური მოძრაობის გეგმაში, რომელიც აპირებს სურს უпростоრეთ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს 4 ოქტომბერს. არჩევნების შემდეგ. ერთხელ ხომ მოგატყუათ მიხეილ სააკაშვილმა, ჯერ ერთი მაშინაც უნდა ქონოდა ვიღაცებს თქვა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ის მაინც ხო უნდა სწორნოდა რომ ეს რეჟიმი ვინ დასვა, ხო? ეს რეჟიმი სააკაშვილის რეჟიმი დასვა ორმა დიდმა იმპერიამ, ხო, ამერიკამ და რუსეთმა. ამათმა დაამხეს ზუსტად გამსახურდია თქვენ ისინი რაღაცას გაიკეთებდეს ასეკეთოს. აი ესეთი ელემენტარული რაღაცების ცოდნა არა გაქვთ და პრეტენზია გაქვთ რომ ქვეყანა მართოთ. აი სასაცილოები ხართ, ეს იყო ძალიან სამარცხვინო საქციელი, მე დიდხანს არ გავაგზელებ ამაზე ლაპარაკს. ეს იყო სახლობანას თამაში, შეიძლება სპეციალურადაც რომ აი გააბანძონ ბოდიში ამ ტერმინზე ეს კანონიერი ხელისუფლება და ეროვნული მოძრაობა, მაგრამ ამას ჩვენ არ დაუშვებ, ძალიან მაგრა იკრიბავს ქართველთა დიდი გაერთიანება ძალებს და ყველას გთხოვთ მეგობრებო ამ მაიმუნობას და ტაკიმასხრობას თავი დავანებოთ და ჩვენ კონკრეტულად გეტყვით 21-ში ჩვენ სად უნდა გამოვიდეთ და რა უნდა გავაპროტესტოთ და გეგმა ზომიერად უნდა დავიწყოთ მიზანმიმართული ბრძოლა. არანაირი, რა თქმა უნდა, არც არჩევნები, ამათი დანიშნული, ეს ფალსიფიცირებული და არანაირი ეს სისულელეები, ეს თამაშობები, ეს კანონიერი ხელისუფლების აღდგენა თუ ასე შეიძლებოდა იქ ვიღაცამ დაუსვა ერთმა შეკითხვა რიგითმა ადამიანმა და ძალიან სამართლიანად დაუსვა კაცო. თუ კი ასე შეიძლებოდა ასე უბრალოდ და ასე უცბათო 33 წელი სად იყავით ხალხო? სწორი შეკითხვა დაგიშვეს და რატო ვერ პასუხობთ? სად იყავით აქამდე? ესე თუ შეიძლებოდა ეს ქვეყანა რატომ გააპარტახებინეთ ესე? მაგრამ კანონიერი ხელისუფლება ლეგიტიმურია, რომ არ გესმით კარგად. ლეგიტიმურია და ის მას არავით არის აღდგენა არ ჭირდება. არავითარ თუ კიდე 32 კი არა 92 დეპუტატი ის აღდგენილია და კაპიტულაციაზე ვიმეორებ ხელი არ მოუწერია. თქვენ აქ არის მთავარი დე ფაქტოდ ფაქტობრივი ძალაუფლება როგორ მოიპოვოთ. აი ამას ვაკეთებთ ზუსტად ჩვენ და ამ მაიმუნობას ყველამ თავი უნდა დაანებოს და უნდა გავერთიანდეთ და ეს უნდა დავიწყოთ ზუსტად. როგორ მივიდეთ იქამდე რომ აღვადგინოთ კონსტიტუციური სამართლიანობა. ეს მეგობრებო კიდევ ერთხელ ვიძახ იყო სამარცხვინო აბსოლუტური დილეტანტიზმი ამ ხალხმა გამოავლინა ის რომ საერთოდ არ ვიცი მე რატომ საიდან მოხდა ეს ხალხი როგორ ჩანს აბსოლუტურად აცდენილია საკანონმდებლო ორგანოს იმაში რომ აი ამ ხალხს არ აქვს ის ცოდნა რაც უნდა ქონდეთ აი კონსტიტუციონალისტები უნდა ისხდნენ იქ ამიტომ არის ყოველთვის რომ ვიძახთ რომ უნდა ისხდეს პარლამენტში უნდა იყვნენ კონსტიტუციონალისტები, იურისტები, ეკონომისტები, ესეთ განათლებული ხალხი რომ ერკვეოდნენ რაღაცაში. როგორ შეიძლება ამდენ ხალხში ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელმაც ეს არ თქვა რომ კანონიერი ხელისუფლების აღდგენის აი ესეთი სისულელე არ და ვითომ რაღაცა ახლა აღადგინეს თურმე და აღდგენილი არ იყო რა და როგორ ჩას ესე იგი აბა რო აღადგინო ესე იგი არ ყოფილა, ხო გადამდგარი ყოფილა. როდის გადადგა აი ერთი ვინმე მიპასუხოს კაპიტულაცია როდის გამოაცხადა კანონიერმა ხელისუფლებამ. და აი ამ ზაკრობებს თავი უნდა დაანებონ და ეხლა და მე მგონი აქ ძალიან სერიოზული დაპირისპირება მოუხდებათ, მე საერთოდ არ მაინტერესებს ამ დაპირისპირებებში შესვლა და მე უბრალოდ ბევრი მეკითხება და მე განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ ალბათ ძალიან სერიოზული იმას გამოიწვევს და ყველაფერი გაიშიფრება ალბათ ბოლომდე. ისეთი ხალხია უკვე ჩარეული, მე ვხედავ, ვადევნებ თვალ სოციალურ ქსელში, რომ ყველაფერი ალბათ დღის სინათლეზე ამოვა და ყველა დამნაშავე იქნება ამოწეული და იქნება ნათელი საზოგადოებისთვის. მაგრამ მე მთავარზე ვაკეთებ აქცენტს, ეს არის სამარცხვინო ის იყო, არ ვიცი მე აბსოლუტურად არაფერი არ აქვს ამას
რაღაცა კანონიერების აღდგენას და საერთო საქმე არაფერი არ აქვს. სისულელე და მეტი არაფერი. სისულელე და მეტი არაფერი. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ ყოველ 4 შაბათს 6-დან საღამოს 6 საათიდან 9 საათამდე ვიკრიბებით ოფისში რუსთაველის 18 ნომერში და ეხლა აი ამ სამ დღეში, როდესაც შევიკრიბებით, საბოლოოდ განსაზღვრავთ, როგორ უნდა გავაკეთოთ 21 სექტემბრის აქცია. და ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ უნდა გამოვიდეს იქ ქუძე კაცი, ნამდვილი ქართველები. ეს კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არ არის არც პარტია, არც უზენაეს საბჭოს ისინი. აქ არის მეგობრებო სამშობლოს გადარჩენისთვის ბრძოლა. და არა ესეთი სისულელეები, ეხლა რაც ვნახეთ ჩვენდად გაანან ეხლა და ერთმანეთს ებრძვიან. ძალიან ცუდი იყო, რა ვიცი და მე პირადად ძალიან წყინს ისეთი ადამიანები დავინახე იქ, რომ ძალიან მეწყინა ადამიანურად მეწყინა, რადგან დიდი ხანი მათთან მეგობრობაც მქონდა. ეს მინდოდა მე თქვა მეგობრებო, არავით არის კანონიერების აღდგენა იქ არ მომკვდარა, იმიტომ რომ კანონიერება აღდგენილია ძალაშია, ლეგიტიმურია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, მას აღდგენა არ ჭირდება, იმიტომ რომ კაპიტულაციაზე კიდევ ვიმეორებ, ხელი არ მოუწერია, უბრალოდ დე ფაქტო ძალაუფლება აქვს დაკარგული. მოვა დრო და აღიდგეს ყველაფერს და აღდგება კონსტიტუციური სამართლიანობა. მადლობთ ყურადღებისთვის. ვისაც პასუხის გაცემა მოუნდება იმ დეპუტატებიდან, მე პირდაპირ ვუცხადებ, მობრძანდნენ ჩვენთან ოფისში, პირდაპირ ღია გადაცემა ჩავწეროთ კი პირდაპირ ეთერშიც გავიდეთ, თუ გნებავთ, სადაც გინდა დავსვდეთ, პირდაპირ ღია დებატები გავმართოთ ამაზე და აი გამოჩნდება მერე ვინ მართალია და ვინ თვანია. ნებისმიერ დეპუტატს, რომელსაც აქვს პრეტენზია, მობრძანდეს და დაგვიჯდეს პირისპირ, თუ ჩვენ ამას ვიტყუებთ. მადლობთ ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ, მაგრამ კანონიერი ხელისუფლების სტატუსი და საერთოდ აი ამ უზენაეს საბჭოს სახელი არავის არ აქვს უფლება ივაჭროს და აი ესეთი ცუდი საქმეები აკეთოს და იქ ვიცით რა მზაკრობები არის ჩაფიქრებული. კარგად ბრძანდებოდეთ, ღმერთი იყოს ჩვენი ფარული, მეგობრებო. მეც არ შეგაწყენთ თავს.